დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვიდრე დავიწყებთ საკითხების განხილვას, გადაწყვეტილების მიღებას მინდა რამდენიმე საკითხი შევეხო. პირველი დავიწყებ იქედან, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის თუ რამდენად დიდი ყურადღება ეთმობა ჯანდაცვის და სოციალური მიმართულების არსებულ პროგრამებს, უამრავ ოჯახს, უამრავ ადამიანს ვეხმარებით. ეს იქნება ოპერაციების დაფინანსება, ეს იქნება წამლების შესყიდვა, წამლების დაფინანსება თუ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროგრამები. რა თქმა უნდა, წელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს ბიუჯეტში თანხობრივად, თანხების თვალსაზრისით აღნიშნულ მიმართულებებს და ყოველთვის გვერდით დაუდგებით იმ ოჯახებს, ვისაც ჭირდება ჩვენი თანადგომა. და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანები პრობლემების პირისპირ არ დარჩეს. მე დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ერთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან მიმართულებაზე, ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამას და პროექტს ეხება, როგორც იცით, დედაქალაქის მუნიციპალური თავშესაფარი ლილოში ფუნქციონირებს, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს. მიუსაფარი პირები, მე კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას აუხსნა თუ როგორ მუშაობს აღნიშნული ლილოში არსებული თავშესაფარი. მიუსაფარი პირები კვებით, პირადი მოხმარების ნივთებით და ჰიგიენური საშუალებებით არიან უზრუნველყოფილი. 24 საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტებს, თავშესაფრის მობინადრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მისი მოვლის და მკურნალობის ხარჯებს ყველაფერს თავის თავზე იღებს მუნიციპალიტეტი. თუ კი ვინმეს რაიმე პრობლემა შეექმნება, რომლის მოგვარება იქ ადგილზე არ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებს მუნიციპალიტეტი, ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს, ეს იქნება კლინიკაში გადაყვანა, მკურნალობა, მისი გამოჯანმრთელება თუ ასე შემდეგ, ბოლომდე მივყვებით ბოლომდე რომ ადამიანი იყოს ჯანმრთელი. თავშესაფრის მობინადრეებს ემსახურებიან სოციალური მუშაკები, საჭიროების მიხედვით კი ზრუნველყოფილნი არიან ფსიქოლოგის მომსახურებით. მიუსაფარი პირთა ღირსეული ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობის დახმარებით სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება, რომელთა შორის ერთ-ერთი არტ თერაპიაა. მიუსაფარი პირები ეუფლებიან ხატვას, ქარგვას, კერვას, ქსოვას და პოლიმერიულ თიხაზე მუშაობას, ასევე მათი პროფესიული უნარების განვითარებისა და შემდგომი თვითდასაქმებისთვის მათ უტარდებათ შესაბამისი ტრენინგები. სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ინდივიდუალური მუშაობის გარდა დიდ ყურადღებას უთმობენ მობინადრეთა ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას, მხარდაჭერას და მათ გუნდური ნამუშევრების შექმნაში ეხმარებიან. დღეის მდგომარეობით თავშესაფარში 116 მიუსაფარი პირი ცხოვრობს, მათგან 45 მდედრობითი წესის არის, თავშესაფრის მობინადრეთაგან ყველაზე ახალგაზრდა 18 წლის მამაკაცია, ხოლო ყველაზე ხანდაზმული 92 წლის ქალი. მუნიციპალურ თავშესაფარში მისი ფუნქციონირებიდან დღემდე სრული დატვირთვით არასდროს უმუშავია და მობინადრეთა მაქსიმალური რაოდენობა ზამთრის პერიოდით ჩათვლით 170 პირი იყო. მოქალაქეს თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში თვითდინებით ან საპატრულო პოლიციის დახმარებით შეუძლია მისვლა თავშესაფარში. მოსახვედრად დედაქალაქში რეგისტრაცია საჭირო, თუმცა ზამთრის პერიოდში მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე მათ ამის გამო ღამის გათევაზე უარს ჩვენ არ ვეუბნებით, შეგვიძლია ყველა ადამიანის მიღება, მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადოთ იმ პირებს, იმ ადამიანებს, ვისაც ჭირდება ჩვენი თანადგომა. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული თავშესაფრის სწორად, გამართულად მუშაობა. ესე იგი ჩვენ ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს 4 მილიონ ლარზე მეტი იმისთვის, რომ აღნიშნული თავშესაფარი გამართულად მუშაობდეს და როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, ყველა იმ ადამიანს, ვინც დგას ამ თავშესაფრის გამოყენების საჭიროების წინაშე, ყველას დავეხმარებით და გვერდით დაუდგებით. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ
როგორც ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე სოციალური პროგრამების დაფინანსებას, რადგან ჯერ კიდევ არსებობს ოჯახები, ჯერ კიდევ არსებობს ადამიანები, ვისაც ჩვენი მხრიდან ჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია სამგორის რაიონს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება, ჩვენთვის ქალაქისთვის მნიშვნელოვანია მწვანე არეალების არსებობა. სამუშაოები ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მეორე რიგის მეორე და ნომერ მესამე კორპუსების მიმდებარედ წარიმართება. საუბარი არის დაახლოებით 3200 კვადრატულ მეტრ ფართობზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე 15-მდე უსახური ავტოფარეხი და უკანონო ნაგებობა იყო განთავსებული. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის, ჩვენთან ერთად მუშაობისთვის, რადგან მათი ჩართულობით მოხდა აღნიშნული ფარეხების დემონტაჟი და რა თქმა უნდა გამოთავისუფლებულ სივრცეს ისევ ეს ადამიანები გამოიყენებენ, ისევ მათი შვილები და შვილიშვილები გამოიყენებს, სადაც მოეწყობა ძალიან კარგი სივრცე. პროექტის ფარგლებში გაკეთდება მოსასვენებელი პავილიონები, ასევე ბავშვთა გასართობი სივრცე ცალკე გაკეთდება, სადაც ატრაქციონები იქნება განთავსებული, გარეგანათება, ახალი ხელმცენარეები თავისი სარწყავის სისტემებით, უსაფრთხოების სამეთვალყურეო ვიდეოკამერები და ყველანაირად უსაფრთხო და ყველანაირად მოწესრიგებული იქნება შესაბამისი ინვენტარით. კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება გლანის რაიონში ამ მიმართულებით, სამუშაოები ზაჰეში, თავისუფლების ქუჩის ნომერ 12-ის მიმდებარედ მიმდინარეობს. აქ დაახლოებით 2500 კვადრატულ მეტრ ფართობი იქნება რეაბილიტირებული. ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარეგანათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების შესაბამისი სამუშაოები, ახალი ხელმცენარეები დაირღვება და განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. დაახლოებით 600,000 ლარი დაიხარჯება ამ პროექტის განხორციელებაზე. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ზოგადად ასეთი სივრცეების არსებობა არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, დიდი საპარკო არეალები, საქალაქთა შორისო მნიშვნელობის პარკები გვესმის, ეს რა თქმა უნდა აუცილებელია. ჩვენ ბევრი პროექტის რეაბილიტაცია განვახორციელეთ. ძალიან ლამაზი სივრცეები გამოვიდა და სასიამოვნოა ის, რომ პარკები გადავსებულია ყველა თაობის ადამიანები მას იყენებენ სასეირნოდ, დასასვენებლად, სავარჯიშოდ და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენ შევიდეთ უბნების დონეზე და საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცეები მაქსიმალურად გავამწვანოთ, განვახორციელოთ დემონტაჟი უკანონო შემოღობების, განვახორციელოთ დემონტაჟი უსახური და ყველანაირად პრობლემების მქონე ფარეხების და მათ ნაცვლად თვითონ მოსახლეობის გადაწყვეტილებით და ჩართულობით შევიმუშაოთ პროექტი, რომელიც პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამიანებისთვის იქნება მისაღები. ეს შეიძლება იყოს სკვერი, მოსასვენებელი სივრცეებით, სავარჯიშოებით, ეს შეიძლება იყოს სპორტული მოედნები და ასე შემდეგ. ასე რომ იაქტიურეთ, მეგობრებო, თქვენი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ერთ თეთრს არ დაგახარჯინებთ არც უსახური ფარეხების დემონტაჟზე, არც უკანონო შემოღობების დემონტაჟზე, ყველაფერს მუნიციპალიტეტი გააკეთებს და ძალიან ლამაზ და მაგარ პროექტებს განვახორციელებთ თქვენს ეზოებში და იმ სივრცეებში, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებობს. ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება. ამჯერად საყრდენი კედელი ლოტკინის დასახლებაში ლოტკინის ხევის ქუჩის ნომერ 40-დან ეწყობა. არმირების სამუშაოები უკვე დასრულებულია, ახლა კი ბეტონის ჩასხმის პროცესი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 20 მეტრის სიგრძისა და 5 მეტრის სიმაღლის კედელი მოეწყობა, დამონტაჟდება ლითონის უსაფრთხოების მოაჯირი, ასევე მოეწყობა საერთო სარგებლობის კიბე. 300,000 ლარზე ცოტა მეტი ეხარჯება გამგეობას ამ პროექტის განხორციელებისათვის. ესეც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ იქ მცხოვრები ადამიანები იყვნენ უსაფრთხოდ და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდეს აღნიშნული არეალი. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მეგობრებო, უკვე შეგვიძლია დავიწყოთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება. მადლობა.